მოგესალმებით ჩვენს არხ მისმინეზე. გთხოვთ დააფოლოვოთ ჩვენი YouTube არხი, ასევე შეგიძლიათ გამოყვეთ TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და ყველგან სადაც სოციალურ ქსელში ვართ. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი იქნება გუსტავ ფლობერის მადამ ბოვარი. რატომ ავარჩიეთ ეს ნაწარმოები? იმიტომ რომ გვინდა უკვე გადავინაცვლოთ ცოტა ერთი საუკუნით ადრე, მე-19 საუკუნეში და ვნახოთ როგორია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი, რომელმაც გავლენა მოახდინა შემდეგ უკვე მე-19 საუკუნის ძალიან ბევრ მწერალზე და შეიძლება ძალიან ბევრი კარგი ნაწარმოები არ გქონოდა რომ არა გუსტავ ფლობერი. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ორიგინალში წაგვეკითხა ეს წიგნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია დავაფასოთ მაინც, თუმცა ხედავთ, რომ იმდენი იწვალა ფლობერმა, რომ ზუსტი სიტყვები, ზუსტი წინადადებები შეერჩია, რომ ეს ცალკე აღნიშვნის ღირსია, რამდენი ოფლი შრომა დაიხარა იმისთვის, რომ ეს წიგნი დაწერილი იყო ზუსტად ისეთი, როგორიც არის. ალბათ, ვისაც აქვს ნაბოკოვის ესე წაკითხული ფლობერზე, ამის მერე და კონკრეტულად ამ წიგნზე, ამის მერე ძალიან რთული იქნება რაიმე განსხვავებული რაკურსის მოძებნა, ხო, ამ წიგნზე, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცადოთ. წიგნთან ერთად ასევე გირჩევთ ნაბოკოვის ესეს მადამ ბოვარიზე. წაიკითხოთ, ეს ლექციათა ციკლს ეკუთვნის, სადაც ის წიგნებზე ლაპარაკობს და აი ეს ესე არის ნათელი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება მოგანდომოს წიგნის წაკითხვა და რა კარგად არის სტრუქტურა, ენა და დეტალები აი ამ ტექსტის გაშიფრული ფერების, ლურჯი ფერისა და დიალოგების გროტესკულობით დამთავრებული. ასეთი განხილვა ალბათ ყველა მწერლისთვის არის ანატრელი, რომ ვიღაცამ მისი წიგნი აი ასე დააფასოს ყველა დეტალი, ხო? კი, როგორც შენ აღნიშნე, მართლა წარმოუდგენლად დიდი გავლენა აქვს გუსტავ ფლობერს. არა მხოლოდ ფრანგულ ლიტერატურაზე, არამედ საერთოდ ლიტერატურაზე და ფანატიკოსების მთელი არმიები ჰყავს ამ წიგნს, მათ შორის მწერლებში. ვინაიდან შეიძლება ითქვას, რომ პირველი იმგვარი რომანია, რომელიც სადაც სიუჟეტს და მოქმედებას ამ სიტყვის ისეთი ტრივიალური და ტრადიციული გაგებით არ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და გუსტავ ფლობერი თავის საკმაოდ ვრცელ კორესპონდენციაში, წერილებში ამას ხაზს უსვამს, რომ სიუჟეტი არ არის, მოქმედება არ არის ესეთი სხარტი და შესაძლოა მკითხველმა მოიწყინოს. მაგრამ როგორც შენ აღნიშნე, მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაკვირვებას სიტუაციებზე, ხასიათებზე და სიტყვებზე. გუსტავ ფლობერი ეს არის სტილის მწერალი, ხომ? მისი ერთგვარი დოგმა არის, რომ ერთ-იგივე სიტყვა არ უნდა გამეორდეს ერთსა და იმავე გვერდზე. და ძალიან ბევრს მუშაობს ერთ წინადადებაზე, ერთ სიტყვაზე, ენის სილამაზეზე, ერთ-ერთ ასევე წერილში ის თუ გახსოვს ამბობს კიდეც, რომ უცნაური რემარკა არის, ხო? მკითხველისათვის, რომ ხმა ჩამიწყდაო, გუსტავ ფლობერი წერს თავის შეყვარებულს, თუ საყვარელს, ლუის კოლის. და ხმა ჩამიწყდა ისევ ყვიროდიო, ისე გავყვიროდი წინადადებებს. დაწერილს, ანუ ის ხმამაღლა კითხულობდა დაწერილ ტექსტს და იმდენად ხმამაღლა რომ ხმაც უწყდებოდა. შეგვიძლია პირდაპირ სიშლეგემდე მივდივარო, ფაქტობრივად ესე გამოდის. ანუ ვიღაცამ გარედან რომ დამინახოსო, იფიქრებს რომ ეს შეიშალა ეს ადამიანი. და შეგვიძლია ასევე ვუთხრათ ჩვენი საიდუმლო, ვინც წერს მათი დანარჩენებს, ვისაც წერა უნდა, რომ ხმამაღლა წაკითხვა პათეტიკისგან გიცავს. როცა ხმამაღლა კითხულობ ნაწერს, უკვე ყურში ცუდად ხდება პათეტიკური და ყალბი წინადადებები და ძალიან კარგია ეს მეთოდი ზოგადად დაწერილი ტექსტის ხმამაღლა წაკითხვის. ასევე წერდა თუ გახსოვს, მე ამაზე გადავალ სიუჟეტი, მაინც თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც წერდა მადამ ბოვარის სარეცელზე ყოფნის მოწამვლის გამო და სარეცელზე ყოფნის სცენას, პირში თვითონაც მეტალის გემო, საშინელი გულისრევა ჰქონდა, ღებინება ჰქონდა და თვითონ ფლობერს და აი ამას აღწერდა, რომ ბოლომდე ნაგრძნობი ქონდა ყველა დეტალი, რასაც წერდა. ალბათ მამა რო ექიმი ყავდა კიდე ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ზუსტად არის აღწერილი, როგორ კვდება ადამიანი, რომელიც თავს იწამლავს.
და თუ გახსოვს ასევე ამ წერილებში აღნიშნავს მაგალითად ერთი სასტუმრო სცენას, რომ უნდა თვეების განმავლობაში და როგორ ბრაზდებოდა, როცა წინადადებას ვერ აბავდა თავს, შეიძლება მთელი დღე წაეყო ერთი წინადადების დაწერას. და რაც მთავარია, ყოველთვის, როდესაც მწერალი წვალობს წინადადებების ჩამოყალიბებაზე, მკითხველი აღარ წვალობს მერე. რაც უფრო მეტ შრომობს მწერალი, ნაკლებ შრომობს მკითხველი, მით უფრო ლაღად წყალივით აღიქმება, რაც რა თქმა უნდა პრიმიტიულობას არ ნიშნავს, მაგრამ აი ტექსტი არის ძალიან ჰარმონიული და აი ნაბოკოვს აქვს მაგალითად განხილული როგორ ეხმიანება ერთგვერდზე აღნიშნული ტორტი რომელიღაც ოთახს, შარლ ბოვარის ქუდი, შემდეგ აი ამ ოთახს რომელშიც ადის ემა ბოვარი და ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. და მკითხველის ვალი ასეთ დროს არის აი ეს დეტალები დააფასოს და მაშინ უკვე მადამ ბოვარი აღარ არის რაღაცა სენტიმენტალური რომანი, რომელშიც არის ქალი, ვთქვათ ეხლა რის მიხედვით რომ ფლობერმა იცოდა ნამდვილი ამბავი, ექიმ დელამარის ცოლის, დელფინა კუწურიეს ადულტერის შესახებ, სიტყვა ადულტერსაც სხვა შორის რამდენჯერმე ახსენებს, მიუხედავად რომ რომანი ადულტერზე არის, რომელმაც ასევე თავი მოიკლა, ყავდა საყვარლები და აქედან არის აღებული ეს ისტორია, მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ ამ ისტორიით ფლობერი ამბობს და ამას წერილებში აღნიშნავს, ზოგადად რაც მას აწუხებს იმაზე წერს და არა იმიტომ რომ რაღაც კარგი გაიგო და გადაწყვიტა რომ ეს იქნებოდა მშვენიერი მოსათხრობი თავშესაქცევი ისტორია. არა, მადამ ბოვარი არის მისი ცხოვრების წიგნი შეიძლება ითქვას და მისი ცნობილი ფრაზა მე ვარ ბოვარი ზუსტადაც აღნიშნავს, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ ავტორი თითქმის არ ჩანს ტექსტში და ეს არის პირველი ტექსტი, სადაც არანაირი დამოკიდებულება, ეს პირდაპირ არ იგრძნობა პერსონაჟების მიმართ, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს უდიდესი ემპათია ამ თავის პერსონაჟების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მადამ ბოვარიზე ფლობერმა თქვა, რომ ეს არის წიგნი ყველაფერზე, რაც მეზიზღება, დაწყებული აი იმ ტორტიდან, რომელიც შარლის და ემას ქორწილშია დამთავრებული იმ დიალოგებით, რომელიც იმართება ქალსა და ვაჟს შორის. და თუ ვინმეს აინტერესებს, როგორი არ უნდა იყოს ბანალური დიალოგი საპირისპირო სქესთან, ეს არის ზუსტად მზის ჩასვლაზე, მუსიკაზე, ქარის დარხევაზე და ასე შემდეგ საუბარი, რომელზეც რა თქმა უნდა ის თავად შიშობდა ლუიზა კოლესადმი მიწერილ წერილებში ამბობდა, რომ შეიძლება ვიღაცამ ეს სერიოზულად აღიქვას ეს დაისზე და აისზე დიალოგები, მაგრამ უდიდესი ირონია და გროტესკი ასე შემოდის ფრანგულ ტექსტში, როგორ არ უნდა შედგეს ადამიანებს შორის დიალოგი. ხო და აი ეს არის ყველაზე დიდი სირთულეცა და გენიალურობაც. ფლობერის, იმიტომ რომ პრინციპში ის ასევე ერთ-ერთ თავის წერილში წერს, რომ ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც მწერალი ფაქტობრივად პაროდირებს ან დასცინის შეიძლება ასე ითქვას თავის პროტაგონისტებს, გმირებს. მაგრამ ამას მკითხველი არ უნდა მიხვდეს ესეთი განსაკუთრებით პრეტენზიული მკითხველის გარდა, იმიტომ რომ თავისთავად ეს თემაც მადამ ბოვარის სიუჟეტი, მადამ ბოვარის ემმა ბოვარის უფრო სწორედ რომანტიზმი, აი ეს შეყვარებულობა და მთელი ეს დეკორაცია და ატრიბუტიკა მოწყენილობის და ოცნების ბედნიერ ცხოვრებაზე და სწორედაც სასიყვარულო რომანებზე ეს ფლობერისათვის არის სასაცილო პაროდიის საგანი და შესაბამისად როგორც შენ აღნიშნე დიალოგებსაც, როდესაც ის წერს დიალოგებს, მაგალითად რომელიმე მეშანის და მეშანურობა, ბურჟუაზიული მეშანურობა ბურჟუაზოფობიც ეძახდა თავის თავისთავად, ხო, თავის მეგობარს ასეც უწერს, ხო? ბურჟუაზოფობი. ამ ყველაფერს ის დასცინის, მაგრამ აღწერს, მაგრამ ისე რომ ეს ძალიან შეფარულია ამ ტექსტში. და ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. კი, და თან ეხა დრამატურგიაში ძალიან რთულია და ეს ჩანს, როგორ კარგად ართმევს ფლობერი ამას თავს, ორი პარალელური დიალოგის წერა, როდესაც მაგალითად შარლი ესაუბრება აფთიაქარს, როგორი ასევე არაზუსტი სასაცილოა ის ტექსტი, იმიტომ რაღაც ფსევდომეცნიერულ რო გადაამოწმო ფსევდომეცნიერულ რაღაცებს უყვება წყალზე და გაზზე და წყალბადზე და რაღაც არასწორ ცელსიუს და ფარენჰეიტს ურევს
დღეს ის დიალოგიც არის სასაცილო, თუ იცი თავად რა თემაზეც არის იქ საუბარი და ზუსტად პარალელურად არის ლეონისა და ლეონი არის ემა ბოვარის პირველი პლატონური და შემდგომ უკვე ნამდვილი ფიზიკური საყვარელი მეორე. ხო და აი ეს ორი დიალოგი კონცეპტუალურად ერთი და იგივეა და გულისხმობს ზედაპირულობის, ყალბი პათოსის და რომანტიკის დემონსტრირებას, როგორც ეს ესმით აი ამ ბულვარული რომანების მოყვარულ ქალებს რომანტიზმი. ამაში გულისხმება არა ის რომანტიზმი, რომელიც ჩვენ ლიტერატურაში გვიყვარს, ვიცით და რომლიდანაც დაიბადა ზოგადად შეიძლება ითქვას მეფისტოფელიც კი, ხო? არამედ რომანტიზმი, რომელიც გულისხმობს რაღაც რაინდის მოლოდინს, ყოფის გამოცვლას ცხოვრებიდან, მუდმივ ამაღლებულობას და საეჭვო ხარისხის პოეზიას. გახსოვს მადამ ბოვარი რო ეხვეწება თავის საყვარელს, რომ ლექსი დამიწერე და იმას არ შეუძლია ეს ლექსების წერა და რა თქმა უნდა აქ ყველაფერი ძალიან რთულია. არ იგრძნო ირონია ამ ყველაფერში. თუმცა ჩვენ არ ვიცით მე-19 საუკუნეში როცა ეს რომანი გამოქვეყნდა, ამას როგორ კითხულობდნენ. შეიძლება სრულებით სერიოზულად. მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცამ ვინც ეს პირველად წაიკითხა, გადაწყვიტა, რომ ეს რომანი უნდა კრიმინალიზირებულიყო და დაეპატიმრებინათ, ამიტომაც გაიმართა სასამართლო, სადაც იქს მორალური დაცემის, ზნეობრივი გარყვნილებისა და ცუდი ზემოქმედების გამო უჩიოდნენ. საბედნიეროდ ეს სასამართლო ფლობერმა მოიგო, რადგან სასამართლომ ასეთ სასამართლო ნანატრია უკვე ბევრ ქვეყანაში, სადაც სასამართლო ვერ აღმოაჩინა ვერანაირი გარყვნილების კვალი ამ ტექსტში. ეს არის ლუი ფილიპეს შემდგომი, უკვე ნაპოლეონ მესამის პერიოდი, რომელიც ძალიან სასაცილოდ თვითონ საკმაოდ ამორალური კაცი იყო, მორალისა და აი ამ ფილისტერული მორალიზმის სადარაჯოზე, რაც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ფლობერს, იმდენად რომ პარიზში ჩასვლაც კი არ უყვარდა, იმის გამო რომ აი იქ იყო ზუსტად აი ეს ბურჟუაზიული და ფილისტერული, კონსიუმერული საზოგადოების ზეობა და მას ერჩივნა თავის სოფელში ცხოვრება, იქ წერა და არც არაფერი ბურჟუაზიული, რაც ემას აწუხებდა, მისთვის ეს იყო აბსოლუტურად. ხო, ამიტომაც არის ერთი მხრივ ემა, ამიტომაც ამბობს გუსტავ ფლობერი, რომ ემა ბოვარი ეს მე ვარ, თუმცა იქვე ერთ-ერთ წერილში იმასაც ამბობს, რომ ერთ-ერთი სცენის დაწერის შემდეგ, რომელსაც ეს რამდენიმე დღე წერს და შემდეგ აღტაცებულია და კმაყოფილია თავისი თავით, ასეთი პასაჟიც გვხვდება, ხომ, რომ მე ვიყავი ქალიც და კაციც, მე ვიყავი საგნებიც, მე ვიყავი ძაღლებიც და ამ ხმაურს ის ძალიან მათემატიკურად უდგება კონკრეტულ სცენაში, ღორის ღრუტუნსა თუ ძაღლის ყეფას თუ მამლის ყივილს თუ ფარმაცევტი ომეს ლაპარაკს თუ სხვა. და სიკვდილის დროს მაწანწალის სიმღერასაც, ემას სიკვდილის დროს, რომელიც შემოდის კონტრაპუნქტად. კი, და ეს ხო მისი სიტყვებია, რომ წერალი უნდა იყოს ყველგან დაარსად. ესეც ხო მისი სიტყვებია. მოდი ესეც ვთქვათ, ანუ ემა რატომ არის? ხო, ანუ ფლობერიც მოწყენილია ერთი მხრივ თავის სოფელში, მაგრამ მეორე მხრივ ემასგან განსხვავებით, ფლობერს აქვს საკუთარი თავის დაკავების და თავისი დროის ამოვსების ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს ლიტერატურულ გენიას. ანუ ფლობერი გენიოსია და მწერალია. სწორედ აქვე უნდა ვახსენოთ ფლობერი უთუოდ აქვს გავლენა ლევ ტოლსტოიზე და ანა კარენინაზე თავის დავაცხადე, რომელიც 20 წლის მერე იწერება მადამ ბოვარიდან. ანა კარენინაშიც ტოლსტოის პერსონაჟი ლევინი, ანუ ლევინი, როგორც გნებავთ, ისე გავიგოთ, რომელიც ლევ ტოლსტოის სახელის მსგავსია და იდენტიფიკაციას ახდენს უთუოდ და არც მალავს ტოლსტოი, იმიტომ რომ ლევინს ალაპარაკებს, ასე ვთქვათ, ამ განათლებაზე, რუსი გლეხის, ასე ვთქვათ, მიწის რეფორმაზე და ასე შემდეგ, ეს ტოლსტოია, მაგრამ ტოლსტოი, ლევინი ტოლსტოია, მაგრამ ტოლსტოის გენიის გარეშე. ლევინი არ წერს წიგნებს. ტოლსტოი წერს. ემა ბოვარი წიგნებს არ წერს, ფლობერი წერს წიგნებს. მაგრამ ეს მოწყენილობა და ეს პაროდია და ფლობერში ცხოვრობს მეშანი. თავისი ყველა კომპონენტი, თავისი სუბორდინაციით, თუნდაც
მსახურებთან და თავისი ძენი ურთულესი ურთიერთობი დედასთან, ესეც უნდა ვახსენოთ. დედა და ფლობერი ცალკე ისტორია. ცალკე ისტორია. დედა როგორ წერს ფლობერი და დედა ამ დროს რას აკეთებს. და ეს მართლა ესეთი ტრაგიკომიკული სიტუაციებია და აქვე მოდი სანამ წიგზე გადავიდეთ, ჩვენ გვსაყვედურობენ ხოლმე რომ წიგზე ბერს ვლაპარაკობთ კონტექსტებზე, მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრინციპში. იმიტომ რომ პრინციპში რამდენი მკითხველიც არსებობს, იმდენი ინტერპრეტაცია არის შესაძლებელი. ამიტომ ერთი ისეთი დოგმატური პერსპექტივა შეუძლებელია გქონდეს ლიტერატურული ტექსტის მიმართ, მაგრამ საიდან დაიბადა ემა ბოვარი? ემა ბოვარი, ანუ მადამ ბოვარი რომანი, დაიბადა ფლობერის მარცხისგან. ფლობერმა დაწერა წმინდა ანონიუსის ცუნება, უშველებელი რომანი, საკმაოდ რთული, საკმაოდ პათოტიკური, საკმაოდ ლირიკული გადახვევებით, თავისი ხილვებით და ასე შემდეგ, რომ ფლობერი არის ორიენტალისტი, ის დიდი ხანი იმოგზაურებს თავის მეგობართან ერთად აღმოსავლეთში, მოივლის თელ ფაქტობრივად ეგვიპტით დაწყებული და ლიბანი და იერუსალიმი, იქვე ის მისი ასე ვთქვათ ნაადრევი თმისცვენისა და დაბერებისა და მიზეზიც არის, სწორედ იქიდან წამომღებული მემკვიდრეობა სიფილისის სახით და ასე შემდეგ და ასე მანამ ეპილეფსია და სხვა, მაგრამ ის წერს წმინდა ანტონიუსის ცნობას, მას ყავს ლუი ბუიე ბრწყინვალე შენ ამბობდი რომ ვის უკითხავს ფლობერი? ფლობერი უკითხავს თავის მეგობრებს, სუპერმენის ყოვლისა და დედას, რომელიც დედა არის შეყვარებული გუსტავ ფლობერში, იმიტომ რომ ფლობერი არის მისთვის ყველაფერი, ალფა და ომეგა, ეს არის ქმარი, ეს არის აი ყველაფერი, როგორც ემა ბოვარი არის ფლობერი და ყველაფერია მადამ ბოვარიში, რაც უკავშირდება, რასთანაც იდენტიფიკაციას ახდენს. ფლობერი აი დედისთვის ასეთი არის ფლობერი. და ფლობერისთვისაც, იმიტომ რომ აი თუნდაც ამ თავის მოგზაურობაში წასვლის წინ ეს ხო ძალიან სევდიანი და სასაცილო სცენებია, თითქმის 2 წელიწადი უნდა დაშორდეს დედამისს. იმიტომ რომ მიდის მოგზაურობაში და მეგობართან ერთად მიდის, ხო? და წასვლისობად გაგორდება იატაკზე, დათვრება, ტირის, ის ამბობს, რომ დედას ვეღარ აზოს ვერ ნახავს, უკვე დედიკაცია თითქმის 30 წლის არის. დედაც ქვითინებს, მერე წასვლის წინ გავარდება ოთახიდან, ფლობერი გახსოვს ეს სცენები. თვითონ მისივე სიუჟეტის სცენებია პრინციპში. გავარდება, დედას არ ემშვიდობება, ამ 2 წლის შემდეგ დედა ვერ მოითფენს, უკვე ის უკან რო ბრუნდება, იტალიაში დახვდება. არა, უბრალოდ კონსტანტინოპოლში ხვდება, თუ არ ვცდები. ანუ დედაც მოიწევს მისკენ. ეს დედა არის მთავარი, რაღაც უცნაური ოიდიპოსის კომპლექსის, სხვადასხვა ასპექტის და მოდელის, მაგრამ დედა ღელავს, დედა მიცის რომ ფლობერი გენიოსია. დედა ძალიან ღელავს, როდესაც გუსტავ ფლობერი გადაწყვეტს, რომ წმინდა ანტონიუსის სასწაული ცნუნება უკაცრავად წაუკითხოს თავის მეგობრებს, ის იბარებს თავის ორ მეგობარს თავისთან სახლში და დედა ძალიან დედა არ ექსტრემა ამ კითხვას, მაგრამ დედა ელოდება მისი მეგობრები რა განაჩენს გამოუტანენ ფლობერს და განაჩენი არის შემზარავი. ლუი ბუიე ეტყვის, რომ დაივიწყე წმინდა ანტონიუსის ცნუნება ვერ გაუძლებს ვერანაირ კრიტიკას მეგობრებისას, ეს დაწვა დაივიწყო ეს ციგნი და აიღე რამე ტრივიალური სიუჟეტი ეუბნებიან. გახსოვს ეს არის უმნიშვნელოვანი თუმცა მე იქ ტრივიალურ სიუჟეტზე როცა უგზავნდა ნაწყვეტებს, კიდე კარგი რომ არ ითვალისწინებდა ზოგჯერ ბუიეს ჩევს. კიდე კარგი, ჩევებს არ ითვალისწინებდა, ხო. მაგრამ მაინც კვირაობით ის იყო ყოველთვის იყო ყოველი კვირა დღე, ლუი ბუიე იჯდა მასთან, ეს უკითხავდა დაწერილ ტექსტებს, სადაც შეიძლება 4-5 თვე ეწერა 2 გვერდი და ამით ყოფილიყო ბედნიერი აბსოლუტურად. თუნდაც ამბობს რომ 70 გვერდიო 70 გვერდი გადავწერ უეცრად, ანუ 4 თვე წერდება წერდა და შეიძლებოდა 70 გვერდი გადაეწერა ერთ ღამეშიც კი. და ხელი აღარ მემორჩილება, მე ვწევარ ტახტზე, ვერ ვდგები, გათიშული ვარ, აბსოლუტურად გაბრუებული ვარ. ისე ფიზიკურად ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიურად ერთვება. მთელი მისი სხეული არის ჩართული ამ ტექსტის ქმნადობაში. ამიტომაც ხდება ცუდად. ზოგჯერ გახსოვს იმ ცნობილი ყველაზე ალბათ მეცხრე თავი არის ემა ბოვარისა და რუდოლფის უცნაური რომანტიკული პაემნის ამბავია. ეს მეეტლე რო დადის ქუჩიდან ქუჩაზე კიდე რომ არ გაჩერდი, იმიტომ რომ სექსი აქვს. ეტლში ხო? ცუდად ხდება თვითონ. თვითონ ხდება ცუდად, ხო? და ასე შემდეგ და გამვნება. მაგრამ აი, როდესაც ის კვირაობით ჩამოდის ლუი ბუიე და უკითხავს ამ ტექსტებს, საბოლოოდ ის გამოუტანენ განაჩენს, რომ ეს ისეთი სიუჟეტი, რომელიც ღირს სიუჟეტად, თორსტები სწორედ მეგობრები ურჩევენ აი ეკიმი დელამარის უბრალოდ ისტორიას. ცოლი, რომელიც წლების განმავლობაში ქმარს ატყუებდა და მის ფულს ხარჯავდა და ვალებს იღებდა, ვალებში იყო და აზიარი იყო ის ადამიანი, რომ საყვარლები ყავდა და შემდეგ აღმოჩნდა თავი მოიკლა. და მე თვითონ ის ეკიმი დელამარიც რამდენიმე ხნის მერე, რამდენიმე თვის მერე თუ არ ვსწრები კვდება, როგორც ჩარლ ბოვარი.
სიუჟეტიც ხო ასეთია. მოგდი ორი სიტყვით მოვყვეთ სიუჟეტი. ხო, ეს არის ვინ არის შარლ ბოვარი, ვინ არის ემა ბოვარი. იწყება რომანი ზუსტადად შარლ ბოვარის ისტორიით, როცა ის პატარა და სასაცილოა ძალიან თავისი ქუდით, რომლის დიზაინი მეორდება მერე ოთახში, სადაც ხვდებიან ლეონი და მადამ ბოვარი, ემა ბოვარი, ემა დავუწახოთ. და ყავს დედის ბრძანებით მოყვანილი ცოლი. აქაც შეგვიძლია დავინახოთ ლუის კოლე რო არ მოაყვანინა დედამ ფლობერს და აი ამ ცოლის ყოლის პერიოდში მოუწევს ემას მამასთან მისვლა, რათა მას მოტეხილი ფეხი მოურჩინოს, ხო? ანუ შარლ ბოვარის ყავს ცოლი. შარლ ბოვარის ყავს დედის შერჩეული 45 წლის ცოლი, რომელიც არ მოწონს და სასიძნელად აღწერს, თუმცა აქაც არის პირველი მადამ ბოვარი. და რომელიც ასევე ვალების გამო ასევე ვალებში ვარდება და მოულოდნელად გარდაიცვლება, ის თავს არ იკლავს, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვლება, რის შემდეგაც შარლ ბოვარის მოჰყავს მადამ ემა რუოცოლად, ისიც ხდება მადამ ბოვარი, ძალიან საინტერესოთ არის ეს ქორწილის სცენა, აღწერილი თავის კიჩური ტორტით და მე შემდეგ უკვე ემა ბოვარის მოწყენილი ცხოვრებით, რომელიც ამ მოწყენილობაზე პასუხს პოულობს რაღაც ბალმასკარადზე მიწვევით, სადაც ექიმს მიიწვევენ ცოლთან ერთად, რადგან ამ ექიმმა შარლმა მოარჩინა ეს მასპინძელი მასკარადის და ბალის და ზუსტად იქ მიხვდება ემა ბოვარი, როგორია თურმე ბედნიერება, როგორ გამოიყურება ბურჟუაზიული, ფილისტერული ბედნიერება, ეს არის გემრიელი საჭმელები, მოწყობილი რაღაც სახლი კარგი ცხოვრება, ლამაზი ხალხი, რაღაც მუსიკა და ეს ყველაფერი, რაც ქალს გონია, აი ამ ქალს, რომ ეს არის ბედნიერება. და ამის შემდეგ ის იწყებს ოცნებას ასე ცხოვრებაზე და კიდევ უფრო ძულდება, რა თქმა უნდა, ის თავისი გარემო, თავისი ქმარი და ძალიან საგულისხმოა, რომ მისი აი ეს წარმოდგენა კარგ ცხოვრებაზე იმდენად ხდება მისი ნაწილი, რომ ბავშვსაც კი არქმევს ბერტას, ანუ იქ ვიღაც ქალის სახელს, რა შემთხვევით რო ყური მოკრა, წვეულებაზე რო ყური მოკრა, აი იმ ქალის სახელს არქმევს თავის შვილს, რომელიც არ უყვარს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნამდვილი გრძნობები შეიძლება ითქვას ემა ბოვარის არ აქვს, ანუ ყველა ადამიანი, რომელიც ამ რომანში დადებით პერსონაჟად შეიძლება განვიხილოთ, რაღაცნაირად შარლიც, ცოტა ბერტაც, აი ჟუსტინიც ის ბიჭი, ხო, ბიჭი, პატარა ბიჭი, რომელიც აფთიაქ არის თანაშემწერი, აი ყველა ეს პერსონაჟი ემას არ აინტერესებს და მაინდა-მაინც მიილტვის იქით, სადაც მისი დაღუპვა კოდირებული, ასე ვთქვათ, ხო? და მისი წარმოდგენები აი ამ მოწყენილი ცხოვრების დასაძლევად არის ზუსტად რაღაცნაირი სენტიმენტალიზმი, რომანტიზმი, კარგი სუფრები, კარგი გართობა და ნამდვილი არისტოკრატი ქალივით ცხოვრება, რასაც რა პირობებსაც ქმარი ვერ უქმნის და ერთი ეპიზოდია, როცა ქმრის შეყვარებას ცდილობს თითქოს პლატონური სიყვარულის დასრულების შემდეგ, მაგრამ აქაც ნახავს, რომ ქმარი, რომელმაც ვერ შეძლო ტერფის ოპერაციის ისე გაკეთება, რომ ცნობილი ექიმი გამხდარიყო, სამუდამოდ იძულებს მას. ანუ შარლს არ გააჩნდა არც ერთი თვისება, რომელიც ემასთვის იქნებოდა მიმზიდველი და სექსუალური, ან პროფესიონალი ყოფილიყო, ან წვეულებების გამართვის ფული და საშუალება ჰქონოდა, ან საინტერესო ყოფილიყო და ის მაზოხიზმი, რასაც ემას მაზოხიზმი, სადიზმით ეპასუხა, ანუ არაფერს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც. კი, ბოდიში უბრალოდ აქვე ჩანართის სახით ვიტყვი, რომ იმიტომ რომ ემასთვის ძალიან სწორედ ეს რომანტიკული პერსპექტივა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ქმარი თუ შეყვარებული თუ სიყვარულის ობიექტი იყოს რაღაცნაირი რაინდი. აღტაცებული უნდა იყოს, კაცით უნდა იყოს აღტაცებული. და აი ამ კასკადის მერე იმედგაცრუებების და მთელი რომანი არის პრინციპში ეტაპები ემა ბოვარის იმედგაცრუებების, რომელიც მერე მისი თვითმკვლელობით დასრულდება. ერთ-ერთი იმედგაცრუების შემდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია, როდესაც ემა გადაწყვეტს, რომ იქნებ ყველაზე ღირსეული, სწორედ ის ადამიანია შარლ ბოვარი. იმიტომ რომ ის იმედგაცრუებული რო აი დიდი ექიმია ეს კაცი.
რომ ფლობერი, რასაც ამბობდა წერილებში, რომ სინამდვილეში არ არსებობს არანაირი აი ეს წამის მოხელთება. ყოველთვის ბედნიერი ხარ, როცა ან წარსულს იხსენებ, ან მომავალს გეგმავ და შუაში ყველაფერი გავს აი ამ მოსაწყენ ცოლქრობას მიმდინარე მომენტში და აღმოაჩენ, რომ აი საყვარელთან სიარულიც რაღაც დროს ემსგავსება ცოლქრობას, სადაც შენ რაღაცებს უკვე ითხოვ, ხან ფარდების შეცვლას, ხან უკეთეს ყვავილებს, ხან უკეთეს ვახშამს და ეს ყველაფერი ტრივიალურდება და მხოლოდ მოგონებებში ან მომავლის მოლოდინში არის რომანტიკული, ხო? და ამას ვერცერთი ადამიანი ვერ გაექცევა თუ არ გაიაზრებს, რომ სინამდვილეში აი ამ დევნა ბედნიერების არის იმ სენტიმენტალური რომანების გავლენა საეჭვო წიგნების, რომელსაც ემა კითხულობდა, რომელთაც ჩამოიყალიბა საკუთარი წარმოდგენა რაინდობაზე. თუმცა აქვე შემილია ისე ჩანართის სახით დავამატო, რომ კაცით აღფრთოვანება მართლა მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს, რომ მაგრამ ხო, ჯობია რომ თავიდანვე რაღაცა გახფრთოვანებდეს ადამიანში, რომ მასთან ურთიერთობას ხო, ვერ უსაყვედუროთ. ამის თქმა მინდოდა, როგორც ქალს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოწონდეს, მხოლოდ კი არ უყვარდეს თავისი ქმარი, არამედ მოწონდეს. აღტაცებული იყოს მისი. ამის შესაძლებლობას შარბოვარი არ ვერაძლევს. ვერაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე ადვილი რაც გამოსდის, ზუსტადად სიყვარულია. სიყვარული შეუძლია, საბოლოოდ აღმოჩნდება და ემაც ბოლო წამში ხვდება, რომ ზუსტადად რომ შარდს უყვარდა, მაგრამ დანარჩენ რაც თქვია ეს მოწონება, რომელსაც მუშაობა ჭირდება საკუთარ თავზე, რომ მუდმივად აღფრთოვანებას იწვევდე ადამიანში, ან ის თვისებები შეინარჩუნო, რის გამოც თავის დროზე შეუყვარდი, არის ძალიან რთული. და აი ეს ფილოსოფიური განსჯაც ქვეტექსტებში ეს ჩანს, რომ ეს ლეონიც აღმოჩნდება უსუსური, პირველი საყვარელი, რომელთანაც თავიდან არ აქვს ფიზიკური ურთიერთობა და დაშორდები ვერ მოაბავს ვერც ის თავს იმას, რომ ემა შეუქმნას რაღაც ერთად გაქროლდნენ და უკეთეს ცხოვრებაში გადაინაცვლონ. მერე ყავს საყვარელი, რომელიც უფრო გამოცდილი კაცი, რომელიც უკვე დაისზე კი აღარ ელაპარაკება, უკვე რაღაც სექსუალური ნოტები შემოაქვს დიალოგში და ლეონთან დიალოგი ძალიან განსხვავდება რუდოლფოსთან დიალოგისგან და აქ უკვე ემა სრულფასოვანი საყვარელი ხდება კაცის, რომლის შემდეგაც ის იწყებს აბედისწეროს შეცდომის დაშვებას კაცებთან ურთიერთობაში, ეს არის მათი მოხიბლისა და გულისმოგების მიზნით ვალების აღება, საჩუქრების კეთებას, რომ აი ეს ბურჟუაზიული ინტერიერი, რომელშიც სიყვარული უნდა განხორციელდეს მისი აზრით, მოიაზრებს, რომ თუ შენ ფული არ გაქვს, მე დავხარჯავ, მაგრამ ეს ჩვენი შეხვედრები უნდა იყოს. რუდოლფ საჩუქრებს უბზავნის. ხო, საჩუქრების და შემდეგ უკვე ოპერაში რომ ხვდებიან, ესე ძალიან საგულისხმო საყვარელი სცენა, მე ვფიქრობდი, როცა ვკითხულობდი, რომ შენც აუცილებლად ეს სცენა თავიდან, როდესაც იმდენად უნდა რაღაც იდეალი კაცის, რომ ეს ტენორი უყვარდება, მაგრამ მე ლეონს რო დაინახავს, ის ოპერაც ხო მოსწონს, აღფრთოვანებულია, რაღაცას განიცდის, რასაც ოპერის მოყვარულები განიცდით ხოლმე მუსიკის მოსმენის დროს, მაგრამ მე დაინახავს საყვარელს და აღარც ის ოპერა აინტერესებს, აღარც ის ჩახუთული დარბაზი და გადის და ლეონთან ურთიერთობას ამჯობინებს, იმიტომ რომ მისთვის აღარც გამოჩნდა ტენორი ისევ ჩაანაცვლა რეალურმა კაცმა, ლეონმა, რომელიც არც ის რეალური კაცი არ არის ისეთი, რასაც მისგან ელოდებიან და ზოგადად იდეალური ადამიანების მოლოდინს მიყავხარ ძალიან ტრაგიკულ დასასრულს. ხო, იმიტომ რომ ემა არის ცნობს ბუნებრივია ცხოვრებას, იმდენად რომანტიკულია და სოჩოის ფლობერის რემარკა, რომელსაც ძალიან კარგად ხსნის და ირონიულად თავისთავად ცხადია ვლადიმერ ნაბოკოვიც ამ ლექციაში გახსოვს რას ამბობს, რომ ემა ბევრს კითხულობს, მაგრამ ის არის აშინელი მკითხველი. იმიტომ რომ ბანალური მკითხველია. პერსონაჟი რომ ნაბოკოვს აქვს თან თავისი კრიტერიუმები, რას ნიშნავს კარგი მკითხველი. ემა მას არ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ ემა ახდენს აბსოლუტური იდენტიფიკაციას გმირთან. ანუ ბანალური მკითხველია. ამიტომაც ლუჩია დი ლამერმურზეც, როდესაც ის წავა, მას შემდეგ რა იმედი გაუწრუდება ლეონთან, რუდოლფთან და სხვადასხვა, ის აბსოლუტური იდენტიფიკაციას ახდენს ლუჩიასთან. და უყვარდება, ანუ ტენორი უნდა იყოს ბუნებრივია, აი ის პროექცია მისი ასე ვთქვათ, სიყვარულის, აი აჩრდილების, რომელიც ვერ განხორციელდა, რეალურ კაცად ვერ იქცენ. რაც გქონდა ცუდი მსმენელია, ცუდი მკითხველია და ამიტომაც იხდის საფასურს. მოდი ცოტა ხანი დაუბრუნდეთ. და ერთ სიტყვი კიდევ, ფლობერი იყო, ვინც პირველმა იწინასწარმეტყველა გაკრული პოსტერების, მსახიობების, მომღერლების და მათი სიყვარული და სრული გარომანტიზება მასიურად მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. ბუნებრივია. თან ამაში თან რესურსიც იდებოდა შემდეგ, იმიტომ რომ სუპერსტარები სწორედ მე-19 საუკუნეში წარმოიშვნენ მსახიობებისა და შემსრულებლებისა, მუსიკოსების სახით. ეს ტენდენცია დაიწყო პაგანინიმ, ამიგივე ლისტმა
მაგრამ ჩანასახში ამოცნობილი არის ფლობერის ერთმნიშვნელოვნად. ეხლა ლისტი მაგალითად საერთოდაც ეს ცნობილია მისი ვირტუოზული დაკვრის დროს, ამ პარიზული გული მისდიოდა და შემდეგ აღმოჩნდა რომ ლისტი ფულს უხდის ამ ქალებს. რომ გული წასვლა, ხო, არც მეტი არც ნაკლები. ანუ ესეც იყო ატრაქციონის ნაწილი. რა განაესაკნებს ლისტის გენიალურობას და წარმოუდგენელი იყო შტაბ-ეშტილება, რომელსაც ლისტი ქმნიდა. მაგრამ ესეც ყოფილიყო თეატრის ნაწილი. საერთოდ საინტერესოა რომ ეს რომანტიზმი და აქვე მოდი ცოტა ფლობერზე და ემაზეც ვისაუბროთ და ერთ იმ ეპიზოდსაც დაუბრუნდეთ მე მეჯინიბის ამბავს. ცოტა ხანი შევჩერდეთ. ფლობერი, ანუ ემას რომანტიზმი, ფლობერის რომანტიზმიც არის უთუოდ, იმიტომ რომ თუ კი ძალიან უცნაურ რაღაცასთან გვაქვს საქმე. აი მას მერე რაც ის გადაწყვეტს რომ წმინდა ანტონიუსის სტუნების შემდეგ, სადაც რომელიც არის გადავსებული რაღაცნაირად ეგზალტაციით, ეგზალტირებულია თავად ტექსტის და ავტორის, როცა წმინდა ანტონიუსს წერს და შემდეგ როგორც ცდილობს ის რომ დაწუროს ემაბოვარი ჰესეს საყვარელი ტექსტი. უთუოდ, რა საკვირველია და შემდეგ დაუბრუნდა ემაბოვარის, ანუ მადამ ბოვარის შემდეგ წმინდა ანტონიუსის ცნუნებას ფლობერი და გადააკეთა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რისი თქმა მინდა, ის ფლობერის ბიოგრაფია, რომელსაც ის ვერ იტანს, რომელიც არავითარ შემთხვევაში მას არ უნდა და ნაბოკოვის მსგავსად რომ მწერლის ბიოგრაფიებში თხოვა სხვათა შორის ფლობერმა რომ ჩემი ტექსტის და ჩემი პიროვნების გარეშე წაიკითხეთ ტექსტი და მე მგონი მართალია. იმიტომ რომ აი იმ წერილებში და ფლობერის რეალური ბიოგრაფიას მისი წერილებია, ის არის საოცრად იმპულსური, ისტერიული, ემოციური, კონტრასტული და მადამ ბოვარიში კი ის არის უაღრესად ეკონომიური. წერს მხოლოდ იმას, რაც არის აუცილებელი, არის მკაფიო, შესასრული სიზუსტე და წარმოუდგენლად აი ამ შეკუმშულობაში ძალიან დიდი ემოციის მატარებელიც იმავდროულად. აი ეს ანუ პრინციპში ემა ბოვარი გახედნილია ფლობერის მიერ საკუთარ თავში. ანუ ემა ბოვარი როგორც ერთგვარი სუბსტანცია. ალბათ ამიტომაც თქვა მე ვარ ბოვარი. აბსოლუტურად, რასაკვირველია. და როგორც ტექსტი შეიძლება გრაფომანებმა ნახონ როგორ იწერება სინამდვილეში დიდი ტექსტები, ხო რა? როგორ არ იყო გრაფომანი. სიზუსტე არის აღმაფრთოვანებელი ამ ტექსტში. არაფერი დეტალი. ხო, აი წვრილმანებისა და დიდი წერილია, მაგრამ არ დაწერა, კარგად არ არის 30 წლის ქალი დაწერილი ამბობს. ხო, ბალზაკის ცნობილი რომანი, სადაც ქალის ფსიქოლოგია, სიამოვნებაში ამ რომანიდან ალბათ, ხო, პრინციპში ყველაზე ცნობილი და აქტუალური დარჩა მისი სათაური სახელწოდება. ხო, ფლობერი ამბობს, რომ ეს კარგია, მაგრამ უკეთესად შეიძლება ამის დაწერა. რაც გააკეთა კიდევ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ეხლა წეგან ზუსტად ეგვახსენთ, რომ აი ქალის საშუალო სტატისტიკური რომანტიკულ წიგნებზე გაზრდილი ქალის ფსიქოლოგია არის უზუსტესად, როცა მას ავიწყდება, რომ თავად არ უნდა იყოს დომინანტის როლი და საჩუქრები აქეთ არ უნდა უკეთოს კაცს, მაგრამ შეყვარებული ადამიანისგან და ქალისგან ასეთი რაღაც არის სრულიად მოსალოდნელი და ბევრი ასეთი ისტორია ჩვენ მერე სულ გვინახავს მადარ ბოვარის ინტერპრეტაციები რეალურ და კინემატოგრაფიულ ცხოვრებაში. ანა კარენინა ემა ბოვარიზე მაგრამ იგივე ფინალით. აბსოლუტურად, იგივე ფინალით, იგივე დეტერმინირებული შესაძლოა ფინალით, მაგრამ თან სპონტანურობის ძალიან მნიშვნელოვანი და საბეზდისწერო მახასიათებლით, იმიტომ რომ როგორც ემა ბოვარი უეცრად აღმოჩნდება ამ პრობლემების წინაშე და გამოსავლად ის მიიჩნევს სწორედ აი ამ შხამის დალევას, ხო, ანა კარენინაც პრინციპში უგროვდება მას პრობლემები, მაგრამ შეიძლება ასე თქვას, რომ არსებითად მაინც სპონტანურად გადაწყვეტს თვითმკვლელობას, ოდესაც ეგ ვაგონებს შორის ჩახტება და იქ ანა კარენინასთან მიმართებით მორფიუმის წრეთებიც, ასე ვთქვათ, ფაქტორია. ხო, როგორც ტოლსტოი წერს. ამ შემთხვევაში აი ის ეტაპი, რატო ვთქვი იმ სცენას დაუბრუნდეთ თქო. ლეონთან იმედგაცრუება რუდოლფი, რომელთანაც გადაწყვეტენ საბოლოო ჯამში ემა ბოვარი და აი ეს გამოცდილი დონ ჟუანი, ეს კაცი რომ ემა ამბობს რომ აქედან გავიქცეთ, აქედან წავიდეთ, მე აღარ შემიძლია ასე ცხოვრება, თითქოს და რუდოლფს დაითანხმებს, რომ ერთად უნდა იცხოვრონ და ბოლოს ბუნებრივია ეს რუდოლფი ამბობს, წერილს გამოუგზავნის და შეეშიდება. როგორც საერთოდ კაცებს ემართებათ რომ პირისპირ ვერ ეუბნება დაშორების შესახებ და მიწერს წერილს რომ მე არ შემიძლია მივდივარ. ამ შემთხვევაში მეილს. ხო, ამ შემთხვევაში მეილს. და ეს წერილი
დილის წერის სცენაც ჩემი საყვარელი სცენა, ალბათ თუ კი რამე ცოდნა შეიძლება ზოგადად კონდეს კაცებზეც, აქაც ძალიან კარგად ჩანს, როგორ არჩევს სიტყვებს, რომ ძალიან არ ეწყონოს, რამის იმედი კიდე არ დარჩეს, მე აქ არ მოვარდეს. აი ეს წერში სიტყვებს რო გადააკეთებს, მე რო ამბობს, მეგობარო მიწერო, შენი მეგობარი? მარად მეგობარი თუ როგორ მიმართოს, რომ აი ურთიერთობის დასრულება როგორ გამოძრეს თვითონ უკეთესად, რომ არც ძალიან ცუდი კაცი გამოჩნდეს, მაგრამ არც ახლა ეს პასუხისგებლობა აიღოს ქალზე, ხო? და აქვე ფლობერის თვისებაც არის ეს. ლუის კოლესთან როგორ არჩევს მადამ ბოლო წერილი, ესეთია მადამ, უკვე დისტანცია. მაგრამ ისე უნდა დაწეროს, თან მე არ იდარდოს. კი, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაშორდეს, რომ მე არ იდარდოს. თავარი ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ სინდისის კენჭი და თვითონ არ ხონდეს, თორე ვის არ დარდება ემა ბოვარი ამ დროს, ხო? აბარა. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ თანამედროვე ფსიქოლოგიზმის თვალსაზრისითაც ეს რომანი ძალიან საინტერესოა, უაღრესად, რადგან აქ ხედავთ კლასიკურ ადიქციურ ადამიანს, რომელიც მუდმივად არის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, კარგი ცხოვრების, კაცის, აი ეს რაღაც ობსესიური დამოკიდებულება, უკვე ერთხელ თავსაბეზრებს, კიდე მეორედ თავსაბეზრებს, ასე იქცევიან აი ეს ტოქსიკურ ურთიერთობაში ადამიანი შედის, როდესაც ეს ობსესიური მიდრეკილებები აქვს. და ესეც ძალიან კარგად მით უმეტეს რომ მაშინ არ იყო ასე სახელმძღვანელო აიღო ხლა რომ დაგჭირდეს მაგალითად ფსიქოპატი ავიღებთ და შეგვიძლია უკვე ჩვენი გმირის თვისებები იქიდან გადმოვწეროთ რა თვისებები უნდა კონდეს და ეს აი ძველი საბერძნეთის პიესები როგორც არის რაღაც ინტუიციით მიგნებული არქეტიპებისა ისეა ზუსტად აქაც ეს ქალი დეკონსტრუირებულია, როგორ გამოიყურება ტოქსიკური, ობსესიური და ეს რაღაცა დამოკიდებულებებისადმი მიდრეკილი ქალი, რომელსაც ვიზეც უნდა კონდეს სინამდვილეში დამოკიდებულება თავის შვილზე, არ აქვს აბსოლუტურად, და ეს რაღაც ქალური ინსტინქტი შვილის მიმართ. აქაც პარალელი ანა კალენდარს და სხვათა შორის აქაც ჩანს. აქ არის ფაქტორი ქსირიოჟა არ არის. არ არის და ამ ბერტას რო დახეული რეიტუზიაცია, რა ვქნა ამბობს. ანუ მისთვის ის რაც შეიძლება რომ დედისთვის წესით პრობლემა იყოს, ოღონდ მორალიზმის კუთხიდან კი არ ვამბობ. უბრალოდ ინსტინქტია, ხო, რომ აი ამ ბერტას მომავალზე, აი თუნდაც თვითკვლევებიდან შეგაკავო შვილმა, რასაც აქ ხედავთ, რომ სინამდვილეში ჩვენ გვაქვს პრობლემა რაღაც ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც, რაც არის ეს პიროვნული ჩამოშლა ადამიანის აპათიაში, დეპრესიაში ყოფნა და ფიზიკურად ხო, რომელიც ფარავს სექსუალური ადიქცია. სექსუალური ადიქცია, მოდი ადვოკატებიც ვიყოთ იმასი. ხომ? ხო, იმიტომ რომ არსებობს პერსპექტივა, ხომ? მაგრამ ქალები როგორც წესი მერე სუბლიმირებენ ხოლმე, აი დედა რადგან ახსენეს, დედის სიყვარული ფლობერისადმი იყო სუბლიმირებული სექსუალობა, იმიტომაც იყო ღმერთი მისი შვილი, ხო, რომ ყველაფერი ჩადო იმ შვილში და ბოლოს მაინც ის შედეგი მიიღო, რაც უკაცობრიობას გამოადგა ფლობერი მიიღეთ. მისი სიყვარული, იმიტომ რომ დედის ნათქვამი, დედის შექებული ტექსტი ალბათ ამეთანხმები. კიდე სხვა ზურგია მწერლისთვის. როდესაც იმიტომ რომ ოჯახის წევრებმა იციან ხოლმე ჩვენ კაფკას მამაზე ვიცით, სხვა მწერლების დედებზე, რომ დიდი ცოლებზე მაგალითად იგივე ჯოისის ან ბეკეტის ცოლებზე და ასე შემდეგ. აი ხა დიდად არ გაქებენ რა, რაღაც ვერ აღგიქვამენ ესე დისტანციიდან რომ გენიოსი ხარ, მაგრამ აქ ხედავთ აი დედამიცის. ხო, ფლობერმა თუ შექმნა ემა ბოვარი, მადამ ფლობერმა შექმნა გუსტავ ფლობერი. ესე შეგვიძლია ვთქვა, მისი პერსონაჟია. ხო, იმიტომ რომ ძალიან განიცდის, მართლა ძალიან ღელავს და განიცდის, ანუ აბსოლუტური იდენტობა აქვს ამის შვილთან. იგივე თუნდაც ის რომ მეგობრებს არ მოეწოდათ მისი ტექსტი, ეს ქალი ატირდა, აქვითინდა და გავარდა ოთახიდან და მეგობრებს აღარ ელაპარაკებოდა. გაბრაზდა. როგორ გაბედეთ ჩემი გუსტავის ტექსტის დაწუნება? ვინ ხარ თქვენ? მიუხედავად რომ ღამე გაათედა შემდეგ ბაღში თავის მეგობრებთან ერთად ფლობერმა იმჟელეს და დედა ზოგჯერ გამოხედავდა ხო უძინარი ვერ იძინებდა ეს კარი შფოთავდა ნერვები ეშლებოდა რამდენი იმუშავა ამ ბიჭმა და ესენი ვინ არიან გამოხედავდა ზოგჯერ ფაჟში და შეხედავდა რომ ესე ლაპარაკობდა მიხურავდა ამ დარაბებს და იძინებდა ეს მაგრამ ეს სერიოზული რაღაცაა ხო და აქ ხდება პირიქით როდესაც ემა ბოვარის სხვა ყველაფერი მნიშვნელოვანია შვილი კი არის ყველაზე მეტად მეწოდება ხოლმე როცა ვკითხულობ ეს პატარა გოგო რომელიც ბერტა რომლის ფინალი და სხვა შორის რომანი არ მთავრდება ემა ბოვარის სიკვდილით რაც წესით შეიძლება ლოგიკურიც ყოფილიყო როგორც იწყება შარლ ბოვარით ასევე ფინალში ვხედავთ მის სიკვდილსაც
ხედავთ ამ ჟუსტიანს, რომელსაც მართლა ალბათ ემა პლატონი როგორ ტირის ემას საფლავზე და პერაქს როგორ შეუხსნის, გახსოვს რომ გული რო წაუვა შალთან ამ ბიჭს და იქ იბადება. ეს ლირიზმი ხომ უნდა თანკასდებს ამ რომანს. ლირიზმი და არა სენტიმენტალიზმი. ამითაც არის ძალიან სასწაული ტექსტი ამ კუთხითაც, რომ აი ესეთ რაღაცებზე წეროთ, ან აი ბულვარულ ისტორიაზე ასე არა ბულვარულად წერო, არის ზუსტადაც რომ გენიოსია დავეთანხმოთ. აბა, იმიტომ რომ თვითონ შეყვარებულია ემა ბოვარიზეც. ერთი ემა ბოვარი ძალიან საყვარელია. თავისი ვარცხნილობით, თავისი დიდი თვალებით და უფრო დილაობით, როდესაც იღვიძებდა, შემდეგ როდესაც იწყებს შალ ბოვარი რეფლექსიას და გახსენებას. ემასი ახსენდება, რომ ღამე როდესაც გაეგვიძებოდა ემას, მისი დიდი თვალებით უფრო დიდი ჩანდაო. ან ეს წრიულად რო დაეფინება მისი დიდი კაბა იატაკს, როდესაც ის მაგრამ ცოტა ხელები გაუკეთა გლეხური, ხელები ქონდა გლეხური. ხო, ხელები, დიდი ლამაზი ხელები არ ქონდა, მაგრამ რომ ადამიანს დაემსგავსოს და რაღაც არა ბამბანერკის ყურძე დახატულ ქალს. უკან კისერზე ჩამოშლილი თმები, სადაც მარტო ბიბილოები ჩანდა. ყველაფერი აი თავისით გამახსოვდება ისეთი ან ბოლო ეს ტრაგიკული რეალიზმი. და ბავშვებს თქვათ, რომ რჩება აბსოლუტურად უპატრონო დედის მამის გარეშე და უწევს მერე რაღაც იმაში ქსოვის თუ იმის ქარხანაში ფაბრიკაში მუშაობა და ამ თავის გაწანა ემა თავს მოიკლავს შალი რამდენიმე თვეში მოკვდება ბაღში და სწორედ ბაღში აი იმ პატარა სკამზე კვდება სადაც რუდოლფი და ემა ხვდებოდნენ ერთმანეთს ესეც ირონია იქ და რუდოლფსაც შეხვდება მანამდე შანშარმა იცის სადაც იმ ადგილზე სადაც ემასთან სეირნობდა ხოლმე იქ ხვდება და რუდოლფს რო ზიზღდება შალი რო როგორი ეს როგორ რა ყოფილა ეს მთლე და სებდოში შალი როგორი დიდბუნოა და თქვათ კიდევ რომ აი კიდევ საჩანს ირონია რომ ლეონის ბედიც გადასარევად წარიმართა რუდოლფოს ბედიც აფთიაქარისაც აფთიაქარი ომე რომელიც პირდაპირ მაგალითია რომ ამ ქვეყნიერებაზე უმართლებთ აი ასეთ ყველანაირი მორალისგან დაცლილ ადამიანებს და აი ეს ორდენები ზუსტად ესე რიგდება და აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია ეს პოლიტიკური კონტექსტი განვიხილოთ რის გამოც გასაგებია რომ მადამ ბოვარი მოხვდა სასამართლოზე განხილვის და აი ჩანს რომ ის იჩაგრება ვინც საერთოდ არაფერი დააშავა ბერტა ბოლოს აი ესე მთავრდება რომ ყველაზე უბედური მაინც და არც შეწირული ემა ახსენდება არავის, არც მისი სიყვარული, ყველაფერი ქრება და აი ამ რაღაც ყოფითი მიღწევებისა და წარმატების მაგალითებს ხედავ და ფიქრობ, რომ არავინაც არ დაისაჯა. არ მოხდა რაც რომანებში ხდება ხოლმე. არანაირი კარმა ის ბიჩ არ არის და ძალიან კარგადაც არიან აი ეს კაცები, რომლებმაც თვითბოლობამდე მიიყვანეს, ხო? ვერ მოიქცნენ ისე რა ანტირაინდული საქციელის გამო მოხდა. იმიტომ რომ ყველამ იმიტომ შეიძლება არ კონდეს ვიღაცას ჭკუა, მაგრამ შენ კონდეს კეთილი. ხო და ეს ძალიან დამაჯერებელია. ეს ძალიან დამაჯერებელია. მართალია ნაბოკოვის აყვედურობს, ასევე ირონიით, კი არ საყვედურობს უბრალოდ აკრიტიკებს იმ ლიტერატურაცოდნებს, რომელთაც მიიჩნიეს, რომ ნატურალისტური რომანია მადამ ბოვარი. აი ამ ტერმინს ხმარობს. არ არის ნატურალისტური, ძალიან ბევრგან დარღვეულია. ყველა მაგალითი ადამიანი ქმარი იღვიძებს თითქმის ყოველ ღამე და ვერ ხვდება რომ ცოლი ღალატობს, იმიტომ რომ სატოლში არ არის მის გვერდით არწევს და ერთხელ არ დაეჭვდება რომ სად არის ეს კალი ღამე. და თუ გახსოვს როცა ეძებს რამდენ რაღაცას იგონებს თვითონ, სად შეიძლება ცოლი იყოს, ოღონდ არ გაიფიქროს ის რა დამაჯერებელია ხო, მაგრამ ასე რასაც ჩემთვის ესეც დამაჯერებელი, რასაც არ გინდა არ ხედავ. აბსოლუტურად თავის მოტყუება არის ადამიანის ერთ-ერთი ევოლუციით გაჩენილი და დახვეწილი თვისება, რომ არ დაინახოს რისი დანახოთ, ანუ ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ზუსტად აი ამ პოდკასტში, როგორ არ ხედავთ ხვირწინ რაც გავს. არ უნდოდა და არ დაინახა. ეგ დამაჯერებელი, აი ცხენით რომ იჯირითობს ამაზე რომ სადისწავლა ეხლა ესე. ამის თანაჯირითი და წელი აქტივა და ფეხები არ. ხო, რატო ეს თვითონ ნაბოკოვიც ხო უსაყვარლესი ადამიანია ამ ხრივ გახსოვს იქ ძალიან ბრაზდება, აი აგინებს თარგმნელს ინგლისურს, რატო დაწერა ბუზანკალი მწვანე ჭიის მაგივრად. და აი ასეთი დეტალი, ხოთროს მე ასეთი მეწვრილმანეობა და უფრო სწორად ის ჩემთვის არის მედეტალეობა. მეწვრილმანეობა სხვა რაღაც არის.
არ მაღიზიანებს, რაღაცნაირ აღთოვანებას იწვევს, რომ ეცი ტექსტ პატივი. ნუ ზედაპირულოდ გადათარგმნეთ ბუზანკალა და მწვანე ჭია, მწვანე ჭიათ, თუ როგორც არის იქ. ხო, იმიტომ რომ ამ სიზუსტეს მნიშვნელობა. სიზუსტეს მნიშვნელობა აქვს, თან ნაბოკოვი თვითონ პეპლებისა და მწერების შემგროვებელ მოყვარული იყო და ამ შეცდომას ვერ გაატარებდა. რატო არ ტკიოდა ემას წელი ცხენზე ჯირითის მერე დილით? რატო არ აკონესო და ეს ძალიან, მაგრამ მე ფიქრობ აქ თვით ირონიაც არის, რომ თვითონ რაღაცაზე ნატურალისტური ძალიან ცოტა იქნება ამ რომანზე სათქმელად, იმიტომ რომ პირიქით ეს არის ნატურალიზმი არის რაღაცა ბაზა, რომელზეც ნამდვილის ამბავი თვითონ ფლობერი ითხოვდა, რომ ეს ტექსტი განხილულიყო როგორც ტექსტი და არა რაღაცა გადმოძახილი მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, აი იყო თუ არა მართლა ეს დელფინა კუწური, ის ვიკვლიოთ, აი ეს გამოძიება მას არაფერში არ ჭირდებოდა. და ის რამდენიმე ფენა, რაც ნაწარმოებშია, ალბათ ყველა ტიპის მკითხველისთვის არის. მათ შორის თვითონ ემა ბოვარიზე რომანს წაიკითხავდა დიდი სიამოვნებით, რადგან მოახდენდა იდენტიფიცირებას და ვერ მიხვდებოდა სინამდვილეში რაზე არის საუბარი. და აქვე ვთქვათ, სანამ დავემშვიდობებით, ალბათ მე იმედი მაქვს, რომ მოვანდომეთ ამ წიგნის საკითხვა ამძაფრულს ჩვენს მაყურებლებს, მოდი ვთქვათ, ორ კიდევ ძალიან ჩვენ საყვარელ წერალზე და რეჟისორზე, რომლებმაც ფლობერის ინსპირაცია იყო, ისეთი ინსპირაცია იყო, რომ იშვა ძალიან კარგი რომანი ფლობერის თუთიყუში, ჯულიან ბარნსის და ძალიან სასაცილო. ძალიან ასევე სხვათა შორის თავის ცოლთან დაშორების მერე დაწერილი უდიდეს დეპრესიაში და რა ჯობია ამ წერილს, რომელსაც შეუძლია დეპრესიაში იყოს ასეთი ირონიული და ეს არის ოდა ფლობერს. არის წერილზე, რომელიც ფლობერის აი ერთ-ერთი მოთხრობის თუთიყუშის ისტორიას იძიებს, ასეთ ორი თუთიყუში არსებობს და რომელი ედგა ფლობერს საძერ მაგიდაზე. ამის გამოკვლევას ფსევდოინტელექტუალიზმის სიმბოლოა თუთიყუში და მეორე თუთიყუში აღმოჩნდა პიტული თუთიყუშის. და მეორე ეს არის მადლობა შენ, რომ ეს წამაკითხე, მე არ მქონდა, ვუდი ალენი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს მოთხრობა რატომღაც არ მქონდა წაკითხული და გუგელმასის შემთხვევა, რომელიც ასევე არის მოყევით, ხო? ფანტასტიკური მოთხრობა. ხო, ნიუ-იორკელი ლიტერატურაცოდნეა, რომელიც რაღაც უცნაურ ჯადოქარს გადააწყდება. მოწყენილი ასევე ბოვარივით, რომ ცოლი აღარ უნდა. ხო, უკვე ისეთი კრიზისული ასაკი აქვს, ცოლი აღარ უნდა, ასე შემდეგ და რაღაც ჯადოქარს გადააწყდება, რომელსაც აქვს უცნაური დროის მანქანა, საიდანაც გამოხმობა შეუძლია ლიტერატურული პერსონაჟებისაც. გამოიხმობს ემა ბოვარის საყვარლად სამკაცისთვის, თანამედროვე ნიუ-იორკში და ერთ-ერთი ინგლისური თარგმანიდან, რაც შოდობა მადამ ბოვარის ეს არ არის ფრანგული ვერსია და ფრანგული არ იცის ამ კაცო თუ არ ვწდები თუ იცის არ იცის ხო აღმოჩნდება ემა ბოვარი რომელიც გაჩნდება უესად ფლობერის ასე ვთქვათ ამ რუანიდან გადმოხტება თუ იონვილიდან უпростоრად იონვილიდან გამოგონილი სოფელია ფლობერის სადაც ის დაასახელეს ყველა ადგილი გამოგონილია რუანის გარდა ხო აღმოჩნდება ნიუ-იორკში და ემა ბოვარი როგორ ემა ბოვარი იქნებოდა ის არ მოიწყენდა ის გაგიჟდა ნიუ-იორკის ამ ელიტარულ წრეულებებზე და სხვა და ზოგადად მეც ითხოვს ემა ბოვარი ცოლად მომიყვანე და შემდეგ საბოლოოდ ძლივს დაიხსნის თავს რა სწორია ჯადოქარს უფუჭდება ეს თავისი დროის მანქანა და ვეღარ აბრუნებს ემა ბოვარის უკან და იონვილში ვეღარ აბრუნებს და აი აქ იწყება ზუსტად კრიზისი მათი 15 წუთი მქონდა აი ხარხარი რომ ვეღარ აბრუნებს და ფინალი არ მოყვე თუ მოყვები კარგი მოყვები ფინალიც არის გენიალური, სადაც ასევე ვუდი ალენი დაჭერა. მოიშორებს. ხო, ბოლოს რაღაცას მოიფიქრებს, რაღაც შეაკეთებს ამ დროის მანქანას ჯადოქარი და აბრუნებს ემა ბოვარის, ესეც ამოისუნთქავს, აგრძელებს თავის ჩვეულებრივ ცხოვრებას და ისევ მოუნდება. ხო, წარმოუდგენელია, რომ ისევ შეცდომა დაუშვა, მაგრამ აქაც ჩანს, აი ადამიანის ცოდნა, ისევ უნდა და კიდევ ვიღაცის გამოხმობას თხოვლობს, მაგრამ აქ უკვე ჯადოქარს ისევ აერევა. დროის მანქანა ისევ გაფუჭდება, მუშაობს, მაგრამ გადააგდებს ესპანური გრამატიკის სახელმძღვანელოში და ეს ჩვენი მთავარი გმირის დღემდე დადის და რომელიღაც ესპანური რთული ზმნა დასდებს მოსაკლავად. აი იმ წიგნში აღმოჩნდება თვითონ. ლექსიკონში თუ რა გრამატიკის სახელმძღვანელოში აღმოჩნდება. ხო, ესეც, მაგრამ ეს ამ ყველაფრის ინსპირაცია იყო გუსტავ ფლობერი, მადამ ბოვარი. მადამ ბოვარი, ხო, რომელიც ეს უნიკალური
წიგნი დეტალებით ახსავს საოცარი დაკვირვებულობით, ფსიქოლოგიზმით. ეს გუსტავ ფლობერის სამყაროა, სადაც მან ყველაფერი იცის. იგივე ჩვენ როდესაც ვამბობდით აი ამ სკრუპულოზობაზე, ნაბოკოვის ფლობერი ამბობს თავად, მე შეიძლება მე ყველაფერი უნდა ვიცოდე რა ხდება ჩემ რომანში. მე ზუსტად უნდა ვიცოდე რა უდევს ემას უჯრაში. ეს არაზოს არ აღვწერო, მაგრამ მე უნდა ვიცოდე რა უდევს კომოჩი. ანუ ეს არის ფლობერის სამყარო, ძალიან საინტერესო, მრავალ და ლირიკული. უაღრესად ლირიკული. და ასევე გვეუბნება ამერიკული დრამატურგია როგორ ისწავლება, რომ თქვენ როცა პერსონაჟს ქმნით და ჩვენც ამას ხშირად ვეუბნებით ხოლმე, ვისაც წერას ვესაუბრებით ხოლმე, რომ დიახაც უნდა იცოდე, შეიძლება შენს პერსონაჟს ჩუსტები არასოდეს ეცვას და არც ინგლისური არ დაჭირდეს, მაგრამ შენ უნდა იცოდე, როგორი ჩუსტები აქვს მას და რა ენაზე კითხულობს ხოლმე ანეკდოტებს. კი, და ისევ და ისევ არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ეს წიგნი წაკითხული გვაქვს. გადავიკითხოთ. გადავიკითხოთ. ჩვენ ხო, როგორც აღნიშნეთ და სხვა შორის კომენტარებში დაგვიწერეს, გადაკითხვის პოდკასტია. იმიტომ რომ ჩვენ ვიცვლებით და ჩვენი ცვლილება წარსულის ინტერპრეტაციას წარსული იგივეა, უბრალოდ ჩვენი ინტერპრეტაციებია ჩვენივე წარსულისა სხვაგვარი და ასევე რა თქმა უნდა იმ წარსულში დარჩენილი ტექსტების, რომელიც გვიყვარდა, რომელმაც კითხვა შეგვაყვარა და რომ ავწდეთ ჩვენ ემა ბოვარივით ცუდი რომანების კითხვას, გთავაზობთ კარგი რომანების კითხვას, რომ დავამთავროთ ცხოვრება ბედნიერად ოჯახის გარემოცვაში და არა მატარებლის ქვეშ ანჩხამით. ეს ხუმრობა იყო. დიდი მადლობა. გემშვიდობებით მომავალ წიგნამდე, გამოგვყევით YouTube არხზე. ჩვენი არხი არის მისმინე და იმედი გვაქვს, რომ ეს არხი დიდხანს და ბედნიერად იცოცხლებს.